მოკლედ 2019 წელია, უკრაინის პრეზიდენტი არის ვლადიმირ ზელენსკი. ზელენსკი მოდის იმ რიტორიკით, რომ სეპარატისტული რეგიონები უნდა იყოს უკრაინის კონტროლის ქვეშ და ეს უნდა მოხდეს დიპლომატიური ხერხით. პუტინს ჰქონდა იმედი, რომ გამოუცელი ზელენსკი წავიდოდა დათმობებზე და სეპარატისტული რეგიონები გახდებოდა პრორუსული. სიმართლე რომ ვთქვათ, ზელენსკიმ კარგად დაიწყო მინსკის პირობების შესრულება. ყველაზე წარმატებით ზელენსკი ასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის და ჯარის გამოყვანის პუნქტს. ზელენსკი პირადად ჩადიოდა კონფლიქტის ზონაში და პირადად აკონტროლებდა უკრაინის ჯარის გაყვანის პროცესს. შედეგი ეგრევე დაიდო 2020 წელს სეპარატისტულ რეგიონზე სულ 7 მოქალაქე დაიღუპა და ისიც სავარაუდოდ ომის დროს დატოვებული მინების გამო, მაგრამ მაინც ეს ტრაგედიაა. მაგრამ ყველაფერი რომ დავივიწყოთ ზელენსკის დროს მართლაც კონფლიქტი იყო გაყინული. გასაგებია, კიდევ არის პრეტენზიები და ასე შემდეგ, მაგრამ გაყინული კონფლიქტები ჩვენ გვხვდება მთელ მსოფლიოში. აი მაგალითად კორეა, სადაც კონფლიქტი არის, მაგრამ გაყინულია და ჯერ არ არის არანაირი რისკი, რომ რომელიმე მხარე ამ გაყინულ კონფლიქტს გაამწვავებს. უკრაინაში ესე არ იყო. მუდმივი სროლები, მუდმივი საშიშროება იმისა, რომ დაიწყებოდა კიდევ ერთი კონფლიქტი და უკვე მინსკ 3-ს მოაწერენ მაგალითად ხელს. ასე დარჩებოდა ყველაფერი წყნარად, შვიდად, გაყინულად, რომ არა ერთი კაცი და ერთი პრობლემა და ერთი უკრაინის შესწრომა, რომელიც გახდა საბედისწორო უკრაინისთვის.